დღევანდელ დღეს არის ალბათ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას გააჩნდეს სოლიდარობა. და სოლიდარობა ქართულ არტისტებს, რომლებიც ქართლში გადიან აი ამ რთულ ვითარებაში და ძალიან ჭირდებათ მხარდაჭერა. პირველად ოროფენერზე თან და აი ჩემთვის არის აი გამოცდილება და უკვე მგონია რომ უკვე შემდეგ წელსაც მოვალ. ყველა ოფენერი რაღაც საპროტესტოა ხოლმე, მაგრამ წლევანდელი არის განსაკუთრებულად საპროტესტო, ყველა ვიცით რა მდგომარეობაში ვარ და ეს არ არის უბრალოდ გართობა ჩვენთვის. აქაც პროტესტია. Თქვენი პირველი ოფენერია? ჩემი პირველი ოფენერი 4 წელი ვყიდულობ, იმიტომ რომ სამსახურის გამო ვერ ვასწრებ ხოლმე. თბილისი ოფენერის მთელი მოღამე ეგ არის, რომ სიყალბე საერთოდ არ არსებობს. ეხლა დრო დავასრულდი ინტერვიუ, იმიტომ რომ ჩემი ოპერატორი თან იღებს, თან მღერის და მე მგონი დადა სადამ მოგესალმებით თბილისი ოფენერი 2025-დან ეს გახლავთ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება, რადგან მხოლოდ ქართულ არტისტებს დაეთმობა სცენა. ძალიან საინტერესო გახლავთ ეს კოლაბორაციები, რომელსაც ქართველი არტისტები გთავაზობენ, ასე რომ ვეცდები, რომ ეს ორდღიანი ფესტივალი საინტერესოდ შემოგთავაზოთ. ეს გადაცემა ცოტა მოგვიანებით გავა, თუმცა რა თქმა უნდა ვეცდები მაქსიმალურად, რომ თვალსაჩინო იყოს თქვენთვისაც თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფესტივალია თბილისი ოფენ ეარ. ჩემი გადაცემის სტუმარია ალბათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ალბათ კი არა, ჩემს ყველაზე ძვირფასი მუსიკალური ფესტივალის ოფენიერის მედია მენეჯერი საფო ებრალიძე. მოგესალმებით საფო. მადლობა რომ მიღებ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა ოფენერის ასეთი სიყვარულისთვის. ჩემი სიყვარული არის უპირობა, ყოველწლიური და რა ვიცი, უწყვეტი. რომელსაც ველოდები. ძალიან მაგარია. და განსაკუთრებული არის წელს ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვგრძნობ ამ ოფენიერის გვერდში დგომას უფრო მეტად შეიძლება ვიდრე წინა წლებში და რაც თავისი მიზეზები. რაღაცები სხვანაირი ერთობა აქვს, რაც ყოველთვის ქონდა, მაგრამ დამატებით კიდე რაღაცები ხდება ამ ფესტივალზე წელს განსაკუთრებული. ეს ეთყობა line-up-საც, რადგან ქართველი არტისტებით არის დატვირთული და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩატარდა წელს ეს განსხვავებული ოფენიერი, რატო დაეთმო დრო ქართულ არტისტებს. თბილისი ოფენერი 2025 განსაკუთრებული ფორმატით დაბრუნდა ამ წელს და 2 დღის გამოცდილებით შემიძლიათ ამამად თქვა, რომ ისე გაამართლა მოლოდინს, რაღაცნაირი მოლოდინები არსებობდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ თბილისი ოფენერმა მოახერხა აი ამ უწყვეტი წლების განმავლობაში, რომ შენსავით გულშემატკივრები ყავდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის რომ თბილისი ოფენერი წელს არის გამორჩეული ფორმატით, გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ დღეს არის ალბათ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას გააჩნდეს სოლიდარობა. და სოლიდარობა ქართულ არტისტებს, რომლებიც ქართლში გადიან აი ამ რთულ ვითარებაში და ძალიან ჭირდებათ მხარდაჭერა. და ამასთან დაკავშირებით ფესტივალის პროდიუსერებმა რაღაცა საოცარი კომბინაცია გააკეთეს. ძალიან. ფესტივალის ტრადიციული არტისტების და ისეთი კლასიკური შემსრულებლების, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერ კავშირში არ არიან ესეთ მუსიკალურ ფესტივალთან, ხო? მაგრამ აი გუშინდელმა დღემ გვანახა, რომ ისეთი ლაივები დაიკრა გუშინ. კოლაბორაციულიც და სოლო გამოსვლებიც, რომ არ ვიცი, შოკში ვიყავი და ძალიან ამაყი, იმიტომ რომ თბილისი ოფენერი არის ყველაზე დიდი მუსიკალური პლატფორმა არტისტებისთვის, რომ ყოველწლიურად არტისტებმა ანახონ ყოველდღიური ცხოვრების გარდა და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის გარდა მუსიკალურად რას აკეთებენ და ეს მუსიკალური სათქმელი გუშინ იყო ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან თავისუფალი და ძალიან სოლიდარული და იყო ძალიან მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხის, რასაც ყველა ვგრძნობთ, იმიტომ რომ ეს თვალნათლივ ჩანდა და როგორც ხურს, ასევე თვალზე ძალიან სიამოვნებდა ეს რაღაცნაირი ერთობა. მე მინდა აი ეს რაღაცა შიდა, ესე რომ ვთქვათ, სამზადის შესახებაც რომ გითხრა. ეს იდეა რომ გაჩნდა და შემდეგ უკვე არტისტებს რა დაუკავშირდით. მათ რამდენად ჰქონდათ აი თავიდანვე, რომ კი ძალიან მაგარია გვინდა თუ რაღაცა დაგჭირდათ, რომ კარგად აგეხსნათ, ან მათ რაღაცა ეპოვათ თუნდაც საერთო აი სხვა შემსრულებლებთან. იცი რა, გარკვეულწილად
მოხვდნენ, იმიტომ რომ ეს თანამშრომლობითი ხასიათის მუსიკალური წარმოდგენები თუ ერთმანეთს არ უგებ, არ შედგება, ხო, იმიტომ რომ ყალბი გამოვა მაშინ და თბილისი ოპერის მთელი მუღამი ეგ არის, რომ სიყალბე საერთოდ არ არსებობს აქ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ მიიღეს რა იმ ძალიან კლასიკოსმა არტისტებმა აი ეს გამოწვევა მიიღეს და გვანახეს გუშინ, რომ იყო ფანტასტიკური და დღესაც ველოდებით აი ძალიან გამორჩეულ კონცერტებს და მე მგონი ყველა ანუ მსმენელი რაც თავარია იქნება ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ გუშინ ისეთი უკავშირი იყო მსმენელისგან, რომ არ ვიცი, მე მგონია რომ ეგეთი უკავშირი იმ ძალიან დაფასებულ არტისტებს არ მიუღიათ, იმიტომ რომ სხვა ენერგია მოდის ფესტივალზე. ნამდვილად და მე ვიფიქრე სხვათა შორის, რომ იმდენად გაამართლა, რომ მხოლოდ ქართველი არტისტები იღებენ მონაწილეობას და იმდენი ადამიანი ამოვიდა, რომ არ ვიცი, სულ ესე ხო არ აპირებთ გაგრძელებას და იმიტომ რომ მართლა რაღაცა სხვანაირად სასიამოვნო იყო. და აქვეთან ისიც დამტკიცდა, რომ ყოველ წელს როდესაც ლაინაპ შესახებ გეულობდით ხოლმე, იყო რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვაობა, რომ ვიღაცას თავის საყვარელი მუსიკოსი უნდა და რომ ჩამოსულიყო, მეც მქონდა ხოლმე, რომ აი რატო არ ჩამოყავთ ტოვიორკი, რომელიც რომ ურთულესია, ხო, მაგრამ სულ რომ ელოდები რა შენს ფესტივალზე კიდე შენი საყვარელი მუსიკოსის მოსმენა, მაგრამ წელს ანუ უცხოელი მუსიკოსები კი არა, მხოლოდ ქართველებიც იყო დატვირთული და ყველა მოვიდა. ანუ აღარ იყო ის რაღაცა პრეტენზიები, უბრალოდ ეს გვაჩვენებს იმას, რომ ერთი თბილისი ოპენერი არის ის კულტურული მოვლენა, რომელიც ბევრი ათასი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე აჩვენებს იმას, რომ ეს საზოგადოება, რომელიც იკრიბება და არის სრულიად მრავალფეროვანი, სრულიად ადეკვატური და სოლიდარული არის, როგორც ფესტივალის, ისე ქართველი არტისტების, ასე რომ ეს უკავშირი თავიდანვე რაც წამოვიდა და უკვე უშუალოდ ფესტივალზე რაც წამოვიდა არის ძალიან სასიამოვნო. ძალიან. და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთი არის, რომ ხარს გიჭერ, მაგრამ მეორე არის, რომ შენ ისეთ ხარისხს მაძლევ, როგორც არტისტი რა. ყველა კმაყოფილია. მე მაინც იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ფალინდელი დღე მაინც უკეთესი იქნება და ქართველებთან ერთად მოგვეცემა საშუალება, რომ მოვისმინოთ ჩვენი ძალიან საყვარელი უცხოელი არტისტებიც, იმიტომ რომ ეგ გაცვლაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე ქართულ არტისტებს ეძლევათ შანსი, რომ ძალიან მაგარ უცხოელ არტისტებს ანახონ, რომ ისინი არაფრით ჩამოვარდებიან მათ. ნამდვილად ასეა. ყოველ წელს სხვათა შორის მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ როდესაც უცხოელები ჩამოდიან და ქართველები ესე რომ ვთქვათ, მათთან ერთად იზიარებენ სცენას, ყოველთვის იგრძნობა ხოლმე, რომ არ არის ნაკლები, ესე რომ ვთქვათ, ქართველი მუსიკოსების შესრულება და მომზადება და ძალიან გამწვავდა ძალიან იწევა დონე და არ ვიცი, შეიძლება წელს იმიტომ რომ განსაკუთრებული შემთხვევა არის და იმიტომ რომ კიდევ უფრო მძაფრად გავიაზრეთ ყველა ერთი შეხედვით საბაზისო ღირებულებები, ხო, რასაც დგას თბილისი ოპენერი, თავისუფლება, მრავალფეროვნება, თანასწორობა და სოლიდარობა. მე მგონი, აი 100%-ით გაითავისა ყველა მონაწილე არტისტმა და მსმენელმაც და ნებისმიერმა სივრცემ, რომელიც ფესტივალზე არის და არ ვიცი, მე მგონი ერთი თავით კიდევ უფრო მეტად ახტა ყველა არტისტი და ძალიან მაგარი ხარისხი დაიდა. მუსიკა თავისუფლებს და ძალიან ბევრი ადამიანი მართლაც აი ამ ფესტივალის საშუალებით გათავისუფლდა და ამის არაერთი ფაქტიც არსებობს და იმიტომ რომ მართლა ესეა მუსიკა ძალიან ბევრ კარგ ემოციას გულის, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის და ძალიან მიყვარს ეს ფესტივალი და რაღაცა მომეცა საშუალება რომ მადლობა გადაგიხადე შენ და იქ ყველას, იმიტომ რომ მე ვარ შეყვარებული და მინდა რომ ეს ფესტივალი იყოს აი რა ვიცი საუკუნეები და განვითარდეს და გაგვაბედნიეროს ყველა. დიდი მადლობა. სანამ დაგმოჩნდებები, მანამდე მინდა ჩვენს მაყურებელს რაღაც ეთქვით, თუ არის რაღაც დარღვევები, რაც ისურვებდით ორგანიზატორები, რომ რაღაცა გამოასწორონ მათ. არ ვიცი, რამე თუ არის ისეთი სათქმელი, რომ მათი მხრიდან უკეთესი იყოს ეს ფესტივალი. იცი რა,
მნიშვნელოვანი ის, რომ ყველა უყვარდეს და ხო გიждდებოდეს. ანუ თავარი არის, რომ პატივი უცეთ ერთმანეთს და ეს იგრძნობა თბილისი Open Air-ზე და თუ თბილისი Open Air-ზე იგრძნობა საქართველოში, ასე მგონი. კი, ასე, ნამდვილად. ეხლა დრო დავასრულდი ინტერვიუ, იმიტომ რომ ჩემი ოპერატორი თან იღებს, თან მღერის და მე მგონი ცოტა სანამ გავაც სიმღერა და ცეკვა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ რჩებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Open Air-ის ბოლო დღე არის წელს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავითვისოთ ეს სარიტანია და მადლობა თქვენ. ახლა კიდევ შემიძლია რომ გავესაუბრო Villages-ის ფრონტმენს გუგას მოგესალმები. მადლობა რომ ვიღებ ჩემს გადაცემაში მონაწილეობას და ზოგადად მონაწილეობას მნიშვნელოვან კონცერტებში. ახლა სესია არის Open Air-ი არ არის თითქოს ჩვეულებრივი სტილის, განსაკუთრებულია წელს და რა გამიზიარა შენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უცხოელი არტისტების ნაცვლად ყველა ქართველი უკრავს და რაღაცნაირი ერთობა არის ჩემთვის და შენთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული წლევანდელი Open Air-ი? ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, იმიტომ რომ კონი ვარ პირველად ხდება რომ პატარა ასაკი პატარა არტისტების და ასაკი დიდი არტისტების, ძველი დიდი არტისტების კოლაბორაცია არის. ასევე არის პირველად ხდება მგონი რომ Open Air-ი მაისში ტარდება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა და კიდე ჩვენ ქვეყანაში არსებული მოვლენების გამო მაინც ვახერხებთ და ესე რეალობას ვექცევით და ეხა მაინც ვიკრებით ერთ მუშტად ესე ამ სივრცეში რა და ყოველთვის სასიამოვნოც არის და საინტერესოც. ნამდვილად გეთახმები ასე არის, მე ბევრ დროს არ წაგარცხმე, ვიცრად აღლილი. და ისინი ჩამოხვედი სცენიდან და მინდა გისურვო ერთიანობა რა თქმა უნდა შენს გარშემო და ჩვენს ქვეყანაშიც და ძალიან ბევრი წარმატება მუსიკალურ სფეროში რა თქმა უნდა გელოდებით ძალიან ბევრი კონცერტი წარმატება. მადლობა. გამარჯობა. მაინტერესებს წლევანდელი განსხვავებული Open Air-ი თუ მოგწონს, მხოლოდ ქართველი არტისტებით რომ არის დატვირთული და რომელი არტისტი არის შენთვის ყველაზე საყვარელი? მომწონს იმიტომ რომ წლევანდელი ყველა Open Air-ი რაღაც საპროტესტოა ხოლმე, მაგრამ წლევანდელი არის განსაკუთრებულად საპროტესტო, ყველა ვიცით რა მდგომარეობაში ვარ და ეს არ არის უბრალოდ გართობა ჩვენთვის. აქაც პროტესტია და ყველგან პროტესტია და განსაკუთრებულად რომელი მომწონს, არ ვიცი, ეხა გამოვალი მდგომარეობა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მესიჯი იყო პროტესტთან დაკავშირებით და ყველა მომწონს, რომელიც პროტესტს უკავშირდება. გამარჯობა. შეიძლება რაღაც კითხავთ? წლევანდელი განსხვავებული Open Air-ი თუ მოგწონს და ვის მოსასმენად მოხვედი? პირველ რიგში გიული ჩოხელის მოსასმენად მოვედი და მივესალმები ქართულ მუსიკას და ანუ რაღაც მხრივ მე მგონი ბევრს მოსწონს რომ უფრო ქართველი არტისტები არიან და გინდა რომ ესე გაგრძელდეს. კი, ოღონდ უნდა იყოს შერეული მე მგონი. უცხოელი და ქართველი და ალბათ საუკეთესო Open Air-ი მაშინ გამოვა. გამარჯობა. გამარჯობა. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედი და თუ მოგწონს წლევანდელი Open Air-ი? ძალიან მომწონს Open Air-ი, ყველა წელს მომწონს და წელსაც ძალიან მომწონს და მოვედი გამოუვალი მდგომარეობის მოსასმენად და მწვანე ოთახის. შვენიერი. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედი, ძალიან მიხარად დედიკოსთან ერთად ხართ. დღეს რა ვცდილობთ, ქართველი არტისტებისთვის რომ არის მთლიანად დათმობილი ეს ფესტივალი ამ წელს ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგია და დღეს ბევრი რაღაცის მოსასმენად მოვედი. ბექა გოჩიაშვილის მოსასმენად მოვედი. კიდევ მოვედი ლაუცფიქერის მოსასმენადაც მოვედი და კიდევ ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოვუსმინა ალბათად ნანის. ძალიან კარგი. გისურვებ კარგი დრო გაატარო. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედი და თუ მოგწონს ქართველი არტისტების მსგავსი კოლაბორაციები? ძალიან კარგი კოლაბორაციები აქვს. გუშინ იყო ძალიან კარგი მერაბ სეფაშვილთან ერთად მღეროდნენ. დღეს არის ნანი ბრეგვაძესთან ერთად და სუხიშვილებიც გამოდიან და რა ვიცი, საბოლოო ჯამში ძალიან კარგია, რომ ქართველ არტისტებს მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად ჩვენ მათი მსმენელი აქ შევხვდეთ ასეთ სივრცეში. ამიტომ ძალიან კარგია. თან რაღაცნაირად საბრძოლო და შემართებისთვის არის ეს Open Air-ი განსხვავებულია წლევანდელი და ძალიან მაყოფილი ვარ მაგას ძალიან. მოკლედ როგორც ფესტივალს შეშვენის ხმაურია, აქ წნარ ადგილს ვერ უყოვი, ამიტომაც ვეცდები რომ მაინც კითხო ხალხს, ვის მოსასმენად მოვიდნენ. მაგალითად. გამარჯობა. მაინტერესებს თუ მოგწონთ მსგავსი ფორმატის Open Air-ი და
მოსასმენად მოხვედით? კი, მართლა მომწონს, რაღაცნაირად განსხვავებულია და თან კარგია, სულ ქართველები რო არიან, რატომღაც აი რა ვიცი, საციამოვნოა და ეხლა დღეს მოვედით Killage და Loudspeaker-ების მოსასმენად, ზოგადად სხვა ჯგუფებისაც მწვანე ოთახი, ფემური კოდიასამაზე და ძალიან მოგწონს რა. მადლობა, შენ ვის მოსავით მოხვედით? გამოვალი მდგომარეობის, აი ძალიან მიყვარს, გიждები ისევ მიყვარს და პირველად ოროფენერზე თან და აი ჩემთვის არის აი გამოცდილება და უკვე მგონია რომ უკვე შემდეგ წელსაც მოვალ. აუცილებლად მოხვალ და ყველაზე მეტად რა მოგწონს, იმიტომ რომ მე მგონია რომ კარგია რომ დაგამახსოვრდება ეს ფესტივალი, შენი პირველი არის და აი ყველაზე გამორჩეული რა არის შენთვის ამ ფესტივალზე? ურთიერთობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმდენი ხალხი გავიცანი, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი და ისეთი ისინი ჩამოვაყალიბე ურთიერთობები, რომ მგონი მომავალწელსაც აუცილებლად მოვალ. გამარჯობა. მინდა რომ გამიზიაროთ, თუ მოგწონს მსგავსი ფორმატის ფესტივალი და ვის მოსასმენად მოხვედით? პირველ რიგში ერთ ვიტყვი რომ თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს და აქ პირველ რიგში მოვედი ჩემი მეგობრები არიან დღევანდელ სეტზე გამომდგომარეობამ დაუკრა უკვე ჩემი მეგობრები არიან აი არ ვიცი რატომღაც ძალიან ველოდები ოფენერზე პირველად სუხიშვილებს აი ძალიან ველოდები და ძალიან მაინტერესებს და ყველას წარმატებას უსურვებ იმიტომ რომ ეს ფესტივალი ერთ-ერთი ჩემთვის საუკეთესო ფესტივალი რაც საქართველოში ტარდება ხოლმე და ერთი სული ძალიან ველოდები ხოლმე და წლევანდელი ლაინაპი რომ ვნახე ყველაზე მეტად მომეწონა რაღაც მომენტში და ყველას ძალიან ველოდები დღევანდელი ლაინაპიდან ძალიან კარგია, მე ძალიან ველოდები და გისურვებ რომ ძალიან კარგი დრო გაატარო. მოგესალმებით. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედით? გამოვალი მდგომარეობა და Killage. ღამით ტექნოები. ყველა თუ ყველა მუსიკოსი? ყველა მუსიკოსი რა თქმა უნდა. კარგი დრო გაატარეთ. მადლობა ასევე ოფენიერზე რა თქმა უნდა ხალხის უმეტესობა არის მინდორზე, ამიტომაც უნდა გადავინაცვლოთ ჩვენს ქვემოთ. მოგესალმებით. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედით? გამოვალი მდგომარეობა. აი ბოლოს რო იყო როკ ბენდის მოსასმენად ვიყავი მოსული. ეხლა აღმოაჩინე. ეხლა არ აღმომიჩენი, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ეხლა მენა ლაივში გამისწორდა ძალიან მაგრად. ძალიან კარგი, თქვენ? მე ყველას მოსასმენად მოვედი და ყველა მისწორდება ეხლა. გამარჯობა. მაინტერესებს წელს ოფენიერზე ვის მოსასმენად მოხვედით? წელს ოფენერზე მოვედი Psychonaut Force მოსასმენად. და ასევე Sifis, რომელიც ოფენერი იყო ამ ფესტივალის. Newcomersები რომელთანაც ჩვენ წავაგეთ, მაგრამ იმენა მიხარია რომ მაგათმა მოიგეს, იმდენად კარგი იყო პირველი დღე Sifis დამსახურებით. გისურვებთ მაშინ რომ თქვენს წარმატებები, წინსვლები, გამარჯვებები და ყველაფერი საუკეთესო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი იყო რა. პირველი ოფენერი და არ ნანო საერთოდ ძალიან. შენი პირველი ოფენერია? შენი პირველი ოფენერი 4 წელი ვყიდე, იმიტომ რომ სამსახურის გამო ვერ ვასწრებ ხოლმე და რავი, იმის და მივიხედავთ რომ რაღაც ძალიან ქართული და ვერამერ ჩამოიყვანეს და რაღაცა ხვდები რომ მთელი სული და გული არის ჩადებული აქაურობის ორგანიზატორობაში და ძალიან კარგი არის მართლა რა. გეთანხმები. მადლობა და პირდაპირ. მადლობა და კარგი დრო გაატარეთ. მადლობა დიდი გამარჯობა. მაინტერესებს ვის მოსასმენად მოხვედით, შეიძლება რომ გაგვიზიაროთ. მე პირადად მოვედი მწვანე ოთახის მოსასმენად, თუმცა მგონი დავაგვიანე და არა, არ დაგიგვიანია. გამი არის. მწვანე ოთახის მოსასმენად მოვედი. ძალიან კარგი, თქვენ? მე ჩემს მეგობრს დავუჭერ ხარს და მწვანე ოთახი არ გამომიშვა. რამდენად მოგწონთ ოფენიერის ფესტივალი? სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ, ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩამოვიყალიბ და მძიმე როკსაც პირველად მოусმინეთ და ლაივში ბევრად კარგი მოსასმენი ყოფილა. სხვათა შორის უკვე მე რამდენი ადამიანი არ დამითვლია, მაგრამ ხო ძალიან ბევრი არის, ვინც პირველად მოვიდა ფესტივალზე და თან დაემთხვა, რომ მხოლოდ ქართველი არტისტები არიან, ანუ არ მოსულხარ ვიღაცის მოსასმენად, რომელიც ჩამოიყვანეს და ქართველი არტისტებს. პატრიოტიზმმა მაინც გაამართლა ჩემი აზრით. აშკარად ძალიან კარგი არტისტი იყო, წეგან ისეთ ემოციებში შედიოდა იტირა კიდე. ძალიან მაგარია, პირველი ოფენიერი და გისურვებთ, რომ რაღაც ბევრი კარგი ემოცია მიიღოთ და რა თქმა უნდა შემდეგ წელს დაბრუნდეთ. კარგად. დაახლოებით ვეცადეთ თქვენთვის მაჩვენებინათ, როგორ მიმდინარეობს თბილისი ოფენიერის 2025 წლის ფესტივალი. ძალიან კარგია, მართლა ძალიან ბევრი ბედნიერი ადამიანია. ველოდები ისევ შემდეგ წელს რომ მოვიდე ამ ფესტივალზე და თქვენს ყველას გისურვებთ, რომ ერთხელ აუცილებლად მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ და მოისმინოთ ეს მნიშვნელოვანი მუსიკოსები, რომლებიც ამ ფესტივალზე გამოვლენ. ბედნიერად.